მე ჯერ კიდევ ვიცინი, ანუ მოემზადე. ეხლა ყველაფერი ძალიან საინტერესო გახდება. თეო ისეთი საყვარელი ბიჭია. მისაც ძაღლები უყვარს, იცის რომ ის კლასიკური ლაბრადორია. ყველა უყვარს, ყველასთან თამაში უნდა. მაგრამ მე არ ვაძლევ უფლებას, რომ პიტბულებთან ითამაშოს. იმიტომ რომ საქმე ისაა. პიტბულები მუსლიმები ვით არიან. ბიჭო. სხვათა შორის რამდენიმე ადამიანი, ვინც ამაზე აღფრთოვანებული არ არის, ჩატში პიტბულის მფლობელები არიან. მოусმინე, ისინი არ არიან. ისინი ყველა ძალადობრივი არ არიან. მათგან უმეტესობა არა, მაგრამ რატომღაც თითქმის ყველა ძალადობრივი თავდასხმა მათ თახდება. ისინი ძაღლების ალ-ქაიდას მძინარე უჯრედივით არიან, ხო გესმით? წლების განმავლობაში პიტბულს უყურებ. ისინი ისეთი ბედნიერები და საყვარლები არიან და მერე იღებენ სიგნალს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და აქტიურდებიან და სახეს გლეჯენ. და მერე გამოჩნდება ლიბერალი უთეთქანიანი ქალი, რომელიც იცავს მათ. ამბობს, რომ არ უნდა დააძინონ და თითქოს ეს შენი ბრალია. და ისინი ამბობენ, ხო, ყველა ის, ვისთანაც მე გავიზარდე, ძალიან მშვიდობიანი იყო. საოცარია. მოდი ჩვენ ძაღლების პარკებში შევუშვათ ისინი, რადგან სხვა ყველა ძაღლების პარკში ასე კარგად იმუშავა. ხომ ასეა? ეს ჯიში სულ ახლახანს შექმნეს. ის განკუთვნილია არალეგალური ბრძოლებისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ თითქოს ამდენი წლის ახლონათესაური შეჯვარება და მათი პატარა ასაკიდანვე ბრძოლისათვის გაზრდა უბრალოდ ქრება და უცებ ისინი დასალდურები ხდებიან, ანუ მოშინაურებულები. და უნდა იფიქრო, ხო არ არის ეს მორწმუნე პიტბული და იცით ეს არაფრის მეტაფორა არ არის. ის ძალიან კარგია. ერინ ვექსლორი, მეგობრებო, თუ ამ კომიკოს არ იცნობთ, ის მართლაც ძალიან კარგია. არ ვიცი, არსებობს თუ არა უკეთესი გზა პოლიტიკური გზავნილის გადმოსაცემად, ვიდრე კომედია. მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, როგორი გენიალურია ეს რა აბსოლუტურად გენიალური და სრულყოფილი კომედიური სკეჩია.